საღამომშვიდობის სატელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერში დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი წარმოგიდგენთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. აცერი და დაიცავი ქვეყნის მასშტაბით წითელა წითურა ყბაყურას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ექმნება თუ არა ქალებს დასაქმების დროს პრობლემა შვილისა და ოჯახის გამო. ქვეყნის მასშტაბით წითელა წითურა ყბაყურა საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს. წელს ვაქცინაციას 15-დან 29 წლის ასაკის ჩათვლით მოსახლეობას დაექვემდებარა. როგორც ექიმები ამბობენ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში დაავადების გავრცელების რისკი უფრო მაღალია. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წითელა წითურა ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას ახორციელებს. ვაქცინაციას დაექვემდებარა სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც, კერძოდ აუცრელები 1-დან 7 წლამდე, აუცრელები 7-დან 14 წლამდე, 14 წლიანები, აცრის სტატუსის მიუხედავად, ანუ იმის და მიუხედავად მათ რამდენი ვაქცინაცია აქვს მანამდე ჩატარებული. და წელს უკვე 2014 წელს ამ ჯგუფს დაემატა 15-დან 29 წლის ასაკის ჩათვლით ასაკობრივი ჯგუფი, იმიტომ რომ 2013 წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე ბევრი შემთხვევა ზუსტად იყო აი ამ ასაკობრივ ჯგუფში. წითელა წითურა ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები 2014 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით დაბალია აქტივობა. მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ ეს არ არის საშიში დაავადება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ის გართულებები, რაც თითოეულ მათგანს ახასიათებს, თუნდაც იყოს 100-დან 1 შემთხვევა, საკმაოდ არასასურველი გართულებებია. აცრის ჩასატარებლად შეგიძლიათ ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრს მიმართოთ. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, მათ ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიული ცენტრები ახორციელებენ. ექმნება თუ არა ქალებს დასაქმების დროს პრობლემა შვილისა და ოჯახის გამო. შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევები სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში აისახა. რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები, ნახეთ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. სამსახურის ძებნის პროცესში ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდი. თამთა ერთ-ერთია სამსახურის იმ აძიებლებს შორის, რომელსაც ოჯახის და შვილის გამო პრობლემები არაერთხელ შექმნია. ის ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით გასაუბრების შემდეგ დასაქმებაზე უარი ხშირად უთქვამთ. როდესაც გასაუბრებაზე მივდიოდი და იგებდნენ, რომ მქონდა ოჯახი, ვიყავი გათხოვილი და მყავდა ბავშვი, ყოველთვის მისტუმრებდნენ უარით და არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს განათლებას და გამოცდილებას. ოჯახი და ბავშვი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ მქონდეს სამსახური და ვაკეთო ჩემი საქმე. შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევებზე ყურადღება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც გამახვილდა. უჩეთ ანუაშვილის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კერძო სტრუქტურებშია, თუმცა პრობლემები არსებობს საჯარო სამსახურებშიც. დისკრიმინაციის ობიექტი ხდება ქალი ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარი არის ორსულობაზე, საუბარი არის მშობიარობის და ბავშვის მოვლის შვებულების მიღებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი დამსაქმებელი უარს ამბობს ამ შვებულების გაცემაზე, ან საერთოდ ათავისუფლებს ქალს ამ პერიოდში. შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკაში გენდერული ბალანსის არარსებობას ასახელებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მერებს შორის არც ერთი არ არის ქალი, 12 მერი არის მამაკაცი და 59 გამგებელს შორის ერთადერთი ქალია არჩეული. ეს არის ნამდვილი დისკრიმინაცია. სპეციალისტები სახელმწიფო და კერძო სამსახურებში სექსუალურ შევიწროებასთან ერთად ქალთა უფლებების შეზღუდვის კიდევ რამდენიმე ფორმაზე საუბრობენ. ჩვენთან დეფინიციაც კი არ არსებობს, ანუ sexual harassment, რასაც ქვია ქართულად იურისპრუდენციაში არც არსებობს და კანონმდებლობაშიც არ არის გაწერილი რეალურად ეს პრობლემა. ანუ არაერთი ქალი ხდება რეალურად ხელმძღვანელების მხრიდან სექსუალური შეურაცხყოფის ობიექტი. ერთი და იგივე სფეროში დასაქმებული ქალებსა და კაცებს შორის ძალიან დიდი არის სხვაობა საქსტასის მონაცემით, მათ ანაზღაურებაში არის ძალიან დიდი სხვაობა. შუშის ჭერს რასაც ეძახიან, ანუ როდესაც კარიერულ წინსვლაში გარკვეულ წარმატებას ქალი აღწევს, ხოლო შემდეგ უხილავი ბარიერები ხდება მას, რომ გადაწყვეტილების მიღების დონეზე არ ავიდეს. ეს არის ფაქტი, რომელიც ყველანაირი სტატისტიკური მონაცემებით მტკიცდება. შრომითი კოდექსის ცვლილებას დისკრიმინაციის აღმოსაფროად გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯ ეტაპასებს მარანა კობახიძე და ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში მუშაობა გრძელდება.
კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რომელიც თქვათ ქმნის იმ გარანტიას, რომ შრომით უფლებებში იყოს დაცული ქალის უფლება და არ გახდეს ის დისკრიმინაციის მსხვერპლი სწორედ იმიტომ, რომ ის არის ქალი, იყოს დაცული მისი როგორც დედის უფლება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს სავალდებულოს პატივისცეს, ხელი შეუწყოს და საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები, იმ ფორმით, როგორიც ეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებშია მოცემული, რათა დისკრიმინაციას დასაქმებასა და შრომასთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონდეს. სოციალისტები სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრისთვის საჭიროდ სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას და კანონმდებლობის დახვეწას მიიჩნევენ. ბორჯომში ფუნქციონირება საბავშვო თეატრმა წითელ ქუდამ დაიწყო. ამ თემით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ორი წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2,791,000 ადამიანი. დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე. ჯანდაცვისა და სოციუზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდამდე ლარით გაიზარდა. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი. გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა. C ჰეპატიტით დაავადებული პირები სარგებლობენ 60%-იანი ფასდაკლებით მედიკამენტებზე. პატიმრები მკურნალობენ უფასოდ. აშენდა 82 ახალი ამბულატორია. 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება. საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 10,500 დევნილი. სოციალური პაკეტის ფარგლებში დევნილ ოჯახებს გაეწიათ 10 მილიონამდე ლარის დახმარება. საქართველოს მთავრობა ცვლილებების 2 წელი. ჩემთვის როგორც მეწარმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ბუღალტერია. სწორედ ამიტომ ტელეკომპანია ბორჯომის ტრენინგ ცენტრში გავიარე ელექტრონული ბუღალტერიის ორთვიანი კურსი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მომცა იმისთვის, რომ ჩემთვის ნათელი მოეფინა რაღაცა ბუღალტრულ საკითხებს, რომელიც მანამდე უცნობი იყო. ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი ჩემივე რეკომენდაციით გავატარე ამ კურსზე RSG პორტალის მოხმარება და საგადასახადო კოდექსის სიახლეები შეისწავლა. ერთ-ერთი კურს დამთავრებული ჩემთან თანამშრომლათაც მივიღე დავასაქმე, რა თქმა უნდა, ეს ტრენინგ ცენტრის ძალიან დიდი დამსახურებაა. რაც ყველაზე მთავარია, ტრენინგ ცენტრში არის ძალიან კარგი გარემო, არაჩვეულებრივი ტრენერი ქალბატონი. ტრენინგ ცენტრი მათთვისაა, ვისაც ხარისხიანი განათლება წარმატებული მომავლისთვის სჭირდება. შემოგვიერთდით. სუპერმარკეტების ქსელი მადლი თავის ერთგულ მომხმარებლებს აძლევს შანსს შეიძინოს პირველადი მოხმარების პროდუქტი საბითუმო ფასად. ჩვენთან პირველი ხარისხის ფქვილს შეიძენთ სულ რაღაც 38 ლარად. შაქარი 65 ლარად. ზეთი 12 ლარად და 50 თეთრად. მადლი გახადეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ისარგებლეთ პრივილეგიებით. მისამართი რუსთაველის ქუჩა ნომერი 67 და მესხეთის ქუჩა ნომერი 6. ბორჯომში გაიხსნა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. აქ თქვენ კონსულტაციას გაგიწევენ. უროლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, პედიატრი, ნევროლოგი, სტომატოლოგი, ალერგოლოგი და ონკოლოგი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოწვეული, კვალიფიცირებული ექიმების მეთვალყურეობით. კონსულტაციისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია წინასწარ. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 0367 22 58 22. წარმატებული ადამიანები არჩევანს აკეთებენ აქ. გამარჯობათ, ჩემიძლია დაგეხმაროთ. პროფესიონალი გუნდი ყოველთვის თქვენ სამსახურშია. თუ გნებავთ
ტექნიკის ყიდვა და გსურთ დაგიჯდეთ უფრო იაფი, მობრძანდით და შეიძინეთ ნებისმიერი ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთ სივრცეში, ყველა საფასო კატეგორიაში, სადაც თქვენ სარგებლობთ 0%-იანი განმარტებით და მხოლოდ ჩვენთან ნივთის ღირებულების 10% გიბრუნდებათ უკან. მხოლოდ ელიტ ელექტრონიკში ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს სახლში მიტანის სერვისი. 2 წლის განმავლობაში აშენდა 9 ახალი, შენდება 8 და რეაბილიტირდა 1000 სკოლა. მოსწავლეებმა მიიღეს მილიონზე მეტი უფასო სახელმძღვანელოების კომპლექტი. 53,000-მდე მოსწავლე უფასო ტრანსპორტით სარგებლობს. სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსდა 147 სტუდენტი. უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო. სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლების 12,000-მდე სტუდენტი. ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება. ბარში 150, მთაში კი 200 ლარი. საქართველოს მთავრობა, ცვლილებების 2 წელი. რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ გამოშვებას. ბორჯომში ფუნქციონირება საბავშვო თეატრმა წითელ ქუდამ დაიწყო. თეატრის პირველი სპექტაკლის პრემიერა გუშინ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა. საომავლო თეატრი მუშაობას საახალწლო პროგრამაზე გეგმავს. 21 და 22 ოქტომბერს კულტურისა და ხელოვნების ცენტრში საბავშვო თეატრის სპექტაკლის წითელ ქუდას ჩვენება გაიმართა. საბავშვო თეატრი ბორჯომში სულ რამოდენიმე თვეა შეიქმნა. მაყურებელმა დღეს დასის პირველი სპექტაკლის პრემიერა იხილა. კულტურის ცენტრში შეიქმნა საბავშვო თეატრი წითელ ქუდა და პირველად მე მინდა აღვნიშნო, რომ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის გაიოს დვალაშვილის ინტერესში შედიოდა, რომ საბავშვო თეატრი ყოფილიყო. ღმერთს მადლობა მინდა გადაუხადო მათ და მთელ კოლექტივს, რომ ეს თეატრი დავაარსეს. მაყურებელი ჯერ კმაყოფილი წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საბავშვო თეატრმა კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოს ბორჯომის რაიონში. თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობა 11 მსახიობმა მიიღო. ძალიან მიყვარს სახეობა, დღეს ძალიან ადვილი იყო, ეს ადვილი და სამახსოვრებელი იყო და ყველას კარგად გამოგვივიდა. როგორც პატარა მაყურებლებმა განაცხადეს, წარმოდგენა კარგი იყო. მათი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში ახალი ზღაპრის ჩვენება გაიმართოს. მოგეწონა? ძალიან მომეწონა. რომელი პერსონაჟი მოგეწონა? წითელი ქუდა. მე მომეწონა მელია. რატომ მოგეწონა? იმიტომ რომ ბებია გადასვლა. ძალიან მომეწონა და მინდა რომ კიდე იყოს ესეთი სცენები და დაიდგას. მორიგი სპექტაკლის ჩვენებას საბავშვო თეატრის საახალწლოდ გეგმავს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 23 ოქტომბერს ბორჯომში უნალექო, თუმცა ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 9, მაქსიმალური 20 გრადუსი დაფიქსირდება. დილდა ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება. 10 საათზე ტემპერატურა 15 გრადუსში ადგენს. 20 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 13 საათზე. ასევე 20 გრადუსი იქნება 16 საათზე. ღრუბლიანობა მოიმატებს და ტემპერატურა დაიკლებს საღამოს. 19 საათზე 14 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 22 საათზე კი ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება. ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი მომდევნო 5 დღის განმავლობაში. ნალექის გარეშე ჩაივლის დღე 24 ოქტომბერს. ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება. იწვიმებს 25 ოქტომბერს სითბო 15 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმაა მოსალოდნელი 26 ოქტომბერს სითბო 11 გრადუსი იქნება. 27 ოქტომბრიდან კი ნალექი შეწყდება, ჰაერის ტემპერატურა 9, 28 ოქტომბერს კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იყო დღევანდელი დღის ქრონიკა. მე ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.